სიგნიფიკაცია ვნახოთ. ვისი იქნება გაშლა. ვახ. თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელი გაშლა არის მამაკაცების, შეყვარებული მამაკაცის, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ამ სიყვარულის სერიოზულ ფორმაში გადაყვანას, გაცხადებას და ფიქრობს ქალის მიმართ, რომელიც მისთვის არის ძალიან ძვირფასი და ფიქრობს ამ ქალთან ოცნებობს, კიდევაც შეიძლება ითქვას, ოჯახის შექმნას. აი ამ შეყვარებულ იმპერატორზე გვაქვს დღეს საუბარი, რომელიც ახლა არის მარტო როგორი რაღაცაა, იცი? თითქოს ამ ადამიანმა გაიღვიძა, დიდი ხანი იყო მარტო და რაღაცა თავის, ასე ვთქვათ, წარსულ გზებს განიხილავდა თავის ცხოვრებაში, ემოციის დონეზე. ეს ყველაფერი დატოვა, გამოვიდა თითქოს ამ ყველაფრიდან, თითქოს არა, გამოვიდა ამ ყველაფრიდან და უიმედობა აი ღლიცინის უკან დამალული უიმედობა ქმედების კუთხით გაანულა. და სხვათა შორის ეს მოახერხა ხმალების დედოფალმა, რომელიც ამ კაცთან მიმართებაში გადავიდა ცივ პოზიციაში და ელოდება მხოლოდ ამ კაცის მიერ დაძვრას ცვლილებისას და ქმედებას მიწიერ დონეზე, გაზრდას ქმედების კუთხით დაწყებას ურთიერთობისაში. აი ესეთ სიგნიფიკაცია, მამაკაცებო, თუ იცანით თქვენი თავი, ნახოთ ეს კაცი თითქოს ახლა გაჩერებულია, ამ ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ ელოდება რაღაცას ელოდება. რა გინდა იმოქმედო? მეტი ვკითხავ, შე რა გინდა რომ იმოქმედო? გავარკვიოთ ერთი. რა გინდა რომ იმოქმედო? აი მე რა ვქნა. ეს ქალი უნდა ყველანაირად. მინდა რომ ამ ქალმა მიიღოს ეს შანსი, ამ ქალთან უნდა რომ მივიდეს სიყვარული აუხსნას, ყველაფერი ვნებიანი ცეცხლოვანი თავის სიყვარული გადასცეს, ყველაფერი უნდა რომ იმოქმედოს და რა გაინტერესებს ტაროსგან? აჰა, კარგი, მოდი მაშინ ვკითხოთ. მეო, ყველაფერს გავაკეთებო ამ ურთიერთობისთვისო, მაგრამ მაინტერესებსო, რომ თუ შეიცვლებაო ეს სტაგნაციაო ამ ურთიერთობაშიც ახლა მე ვიმყოფებიო და ღირს თუ არაო, ანუ როგორი რაღაცას ამბობს, იცი ეს მამაკაცი, აინტერესებს, რომ ამ ქალის
აი მე ნაკაჩი ვარ და გამჭედეს წყალი მინდა ერთი წამით. მაინტერესებს რომ სამყარო ასე ვთქვათ სამართლიანი იქნება იმ კუთხით მე რომ ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ დამიფასდებაო ესო? ანუ შეიძლებაო ეს სიტუაციაო მე რომ ეს ყველაფერი გავაკეთობო? ვნახოთ, კითხოთ სამყაროს. სამყარო რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა? რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა და რა შედეგზე გაიყვანს ეს ქმედება ამ ბიჭს? აი მე იმოქმედეო რა გეუბნებიან, ანუ ენერგიაში ხარ უკვე ნამდვილად რომ აი შეგიძლია პასუხისგებლობა აიღო ამ სიტუაციაზე და ამ რას ელოდები? შენ აქ მეუბნები რომ აქ ყველაფერი მაქვს, ანუ ყველაფერი იქაც ის მითხრა, იქო, ესე იგი ეს ითვლის რომ ამ ადამიანისთვის რამდენი რამე აქვს გაკეთებული თუ რა მიწერ დონეს და ეხლა ელოდება რომ იმ ქალმა იმოქმედოს. ბიჭებო, ერთი რამე გაითვალისწინეთ რა. უკაცრავად, მაგრამ კაცის ფუნქცია რა არის? ქალის არის სინაზე მურიდება და კაცის ფუნქცია არის რომ იმოქმედოს და გამოიჩინოს რაღაცა ინიციატივა. ეხლა ვერ აი აქ მეუბნება რომ ესე მე ხო უკვე გავაკეთებ თვითონ იმოქმედოს. კაცი გინდა ცოლად მოიყვანო, ქალმა იმოქმედოს? ანუ არ არსებობს საუკუნე სადაც მე კაცი ამიხსნის იმას რამე ლოგიკამდე მიმიყვანს რომ ქალმა უნდა იმოქმედოს კაცის სამოქმედო და აი დაუშვათ ქალმა უნდა გადადგას სანამ ურთიერთობა იმაში რა ქვია დასერიოზულების ფაზაში გადავა ნაბიჯი. აქ ჯერ არ არის დასერი უნდა ამ ადამიანს რა ელოდება ამ ქალისგან მიღებას რაც დათესა რაც გააკეთა რას ელოდები კაც უხდება როდესაც ის რაღაცა ინიციატივას იღებს რაღაცას აკეთებს რაღაცას მოქმედებს რაღაცას ქალს ნაზად სუსტად ქალად აგრძნობინებს თავს რა არის ხა ეს და გამოდიო აქ სამყარო გეუბნება და რა შედეგზე ანუ ამ ლოდინის პერიოდიდან წადიო იმოქმედეო რა გადი გამოდიო აქედანო რა და რა შედეგზე გავა გამარჯობა რა უნდა იმოქმედოს აი გეუბნებთ ქალისგან ელოდება ნაბიჯს რომ სიყვარული აუხსნას მერთო ქალი ამისგან ელოდება რა შედეგზე გახვალდა იმ შედეგზე გახვა რომ ძალიან დაფასდები ამ ქალის თვალში და დაფასდები ძალიან ამ ქალის თვალში, აი როგორ გითხრა, წარმოჩინდები, გაღიარებს ეს ქალი ნამდვილად ძალიან მოეწონება და როგორი რაღაცა, იცი, ამ ქალისგან იმხელა სიყვარულს ემოციას, მოდი ასე ვთქვათ, ემოციას მიიღებ, რომ შემდეგ შენ აღარ დაგჭირდება ამისი მტკიცება. დამთავრდება ეს გაჩერებული სიტუაცია, რომელიც უშუალოდ შენი გაკვეთილი იყო სიყვარულში და რომელიც დიდი ხანი იყო უნდა შეგეცვალა და გამოჯამრთელდები იმ დიდხნიანი ერთი და იგივე სიტუაციაში, რაშიც იმყოფები, გამოდიხარ. აქ შენი კარმა მთავრდება ძვირფასო საგამოცდო სიტუაცია, რომელიც უშუალოდ შიდა კონფლიქტებთან ქონდა დაკავშირებული, მიწერა არ მიწერასთან დაკავშირებით ამ სიყვარულთან მიმართებაში. გამოდიხარ აქ სულების დონეზე, მთავრდება კონტრაქტი იმისა, რომ ამ ადამიანს შეთვის სიყვარულის გაკვეთილი უნდა ჩაებარებინებინა, რომელიც უშუალოდ დაყრდნობილი იყო ჯერ იმაზე, რომ იმპერატორობის სურვილი გაგჩერნო და მეორე იმაზე, რომ
შენეთობა ქმედითი ადამიანი არ იყავი და აი რაღაცნაირად ვერ გამოხატავდი, უფრო ძირითადად ელოდებოდი და ეს ქალი ასე ვთქვათ ამ გაკვეთილს გადაგალახვინებს და შენში ამ ფუნქციას ჩართავს და შემდეგ უკვე ეს იქნება შენი ამოცანა, ასე ვთქვათ, რომელიც სულების დონეზე მიღებული ქონდა სულს წინა ცხოვრებიდან და იმას იზავს, რა ქვია, ხდება აქ ცვლილება, განახლება, ახალი ეტაპის დაწყება, რომელიც პირდაპირ, აი, თითქოს ოცნების ასრულებას ნიშნავს და ის კარმა, აი, რაც ტკენდა, აი, არ გასვენებდა შიგნიდან გჭამდა, გადის ძვირფასო ადამიანო და შემოდის კან ახალი სიყვარული, აი ახალი სიყვარული, რომელზედაც ფიქრობდი დიდი ხანი შანსი მექნება თუ არ მექნება, დიდი ხანი. და მიწიერად მოგეცემოდა თუ არა, აქ ანუ როგორი რაღაცა იცი, შენ მიწიერ დონეზე გინდოდა რომ გადაწყვეტილება მიგეღო სტაბილური, დაგესვენა და ვერ იგებდი რა გზა გერჩია, წასულიყავი, მოსულიყავი, აკეთებ გადაწყვეტილებას და მიდიხარ სიმშვიდეში. ეს გასაგებია, აიცა. აქ თუ ქალი იმალებოდა და ცოტა აი როგორ თქვა, აქ შეიძლება თავის ფიქრებსაც კი მალავდა, შეიძლება არის ქურუმი და ეს არის ეზოთერიკოსი შეიძლება არის, ან შეიძლება ეზოთერიკებთან დადიოდით და არ ყვევდით რა და როგორ იყო. ყოველ შემთხვევაში აქ მაჩვენებს ქალს, რომელიც არის ძალიან შეუცნობელი, იდუმალი, ეხლა არის გაჩერებული, ეს ქალი გაანულებს ამ თავის შებრძოლებას, თავის იდუმალებასთან დაკავშირებით, თავის სიჩუმესთან დაკავშირებით, რომელსაც თვითონაც ებრძოდა სხვათა შორის. ეს ქალი რაღაცა მოტყუებულად გრძნობს თავს და თითქოს ძალიან კრიზისულ ენერგიებშია. ეს შეიძლება იყოს განათხოვარი ქალი, რომელიც არის აი შეიძლება ცნობადი სახეც არის, მასშტაბური ტიპი არის და რაღაცა აზრთა სხვადასხვაობა მოხდა აქ, ანუ ისტორიას მიყვებიან და გზები გაიყო, ამიტომ ეს ამ ქალს ძალიან უყვარს თავი იცის, მაგრამ თავისი ფასი ოღონდ ღირებულად, სტანდარტულად იცის თავის ფასი და გამოიყვანა და დაასრულა ის ციკლი ამ მდგომარეობიდან, როდესაც რაღაცა აზრთა სხვადასხვაობის გამო რაღაცა მოტყუებულის პოზიციაში მოუწია აღმოჩენა. არ ვიცი, ვისი იყო გაშლა. მე ამას გავიგებ ჩვენი კომენტარებიდან. და იჩქარობს, სიყვარული ჩქარობს, აგერ. ჩემო კარგებო, შეტყობინება და სიყვარული ჩქარობს, გისურვებთ აი ამ ენერგიებს. თუ იყო თქვენი გაშლა, დალაიქეთ ვიდეო და თუ სურვილი გექნებათ, დატოვეთ კომენტარების ველში, კომენტარები ჩემოძვირფასებო. ჩვენი არხის წევრებს კი თითოეული თბილი სიტყვისთვის, თბილი კომენტარისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო და ვუსურვო სულიერი სიმშვიდე და ერთი რამ მინდა გადავცე ადამიანებს მკაფიოდ. ადამიანი, როდესაც მოგექცევათ, როგორ გითხრათ, ადამიანურად, მე ამას ადამიანურ მოქცევას ვიწახი, ადამიანურად, უშუალოდ, თბილად, მიმღებლურად, ყოველთვის გახსოვდეთ ეს იმხელა პასუხისმგებლობას გაკისრებთ, რომ იმ ადამიანს რაღაცა საზღვრები არ გადაუკვეთოთ და ის წარმოდგენა არ დააკარგვინოთ თქვენზე, რაც აქვს, რომ ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ადამიანებს შორის იცოდეთ. შეინარჩუნოთ ის სტატუსი ადამიანის თვალში, გულში და სულში, რა სტატუსითაც აღგიქვათ იმ ადამიანმა, რადგან და ეს რა თქმა უნდა დადებით სტატუსი აქვს საუბარი, რადგან შენ შეგიძლია იმ ენერგიებში გადახვიდე და ის
შეფასება, ასე ვთქვათ, დაუმატო შენს თავს, რაც იმ ადამიანმა შენსკენ გამოიმეტა, შენსკენ გამოგზავნა. ეს ეხება გოგონებსაც, ეს ეხება, ანუ გოგონასგან გოგონას, პარტნიორებს, ძირითადად ეხა უფრო სამეგობროზე მაქვს საუბარი. და ქალბატონებზე ერთმანეთთან მიმართებაში დააფასეთ ის, რომ გაფასებენ. თორე აუცილებლად აღარ დაგაფასებენ ძვირფასო ადამიანებს. სხვათა შორის პარტნიორულ ურთიერთობაშიც არ აწყენდა, რომ გაითვალისწინებინათ გინდ გოგოს და გინდ ბიჭს. არ ვიცი, ვისი იყო გაშლა. ძალიან გამიხარდება თუ შემატყობინებთ კომენტარებში რეზონირდა, არ რეზონირდა და მე გისურვებთ როგორც ყოველთვის მზეს თქვენს სულში და გემშვიდობებით მომავალი შეხვედრა.